სამტრედიის სადრენაჟე სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს მელიორაცია იმერეთში ვანის სამტრედიის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ატარებს. სოფლებში მთის ძირსა და გომში ჯამში 10 კილომეტრზე სიგრძის სადრენაჟე ქსელი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხებსა და კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად დაახლოებით 350 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს. საქართველოს მელიორაციის გეგმების მიხედვით მიმდინარეობს შუახე ყუმურის არხის სადრენაჟო სისტემის გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპისთვის შესრულებულია თითქმის სამუშაოების ნახევარზე მეტი, სრულად გაიწმინდება 10 კილომეტრი სიგრძის არხები, რომელიც პრევენციას მოახდენს და დატბორისგან დაიცავს სოფელ გომისა და მთის ძირის, როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ასევე საკარმიდამო ნაკვეთებს. მელიორაციის სამსახური აწარმოებს არხების კაპიტალურ გაწმენდას. მოსახლეობა ყველა გაზაფხულზე და შემოდგომის პირას იტმორებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი ფართები და ეხლა გუშინაც უკვე ძალიან ინტენსიური ნალექი იყო და გუშინ უკვე პირველი ტესტირება შეიძლება ჩაითვალოს, რომ წარმატებით იმუშავა. თამამად შეიძლება თქვა, რომ ეს საუკუნის პროექტია ეს. 60 წლის მიტანებული კაცი ვარ და მინდა ვთქვა, რომ ის რაც დღეს კეთდება, ეს სადრენაჟე გასაგაწმენდით სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია სოფლისთვის. ყველა ყოფილი ვართ, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ასე ამ დონეზე გაწმენდილი იყოს, ნახოთ არ მახსოვს.